ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს ადგილობრივი არჩევნები, ასევე არის საფეხბურთო მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, ამასთან დაკავშირებით კომპანია მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება არჩევნების შემდეგ და ამ არანაირი მასობრივი ხასიათი ამ პროფილაქტიკურ სამუშაოებს არ ექნება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ ლოკალური სამუშაოები. ეხლა არ ჩატარდება ეს სამუშაოები და ეს სამუშაოები ჩატარდება არჩევნების შემდეგ. რაც არ იქნება ასევე როგორც გეუბნებით, რომ ეს იქნება ლოკალური ხასიათის და არანაირი მასობრივი შეზღუდვები და არანაირი ესეთი უარყოფითი ზეგავლენა ამას დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე არ იქნება. დედაქალაქის ელექტრომომარაგება იქნება უზრუნველყოფილი. ანუ თქვენ როგორც ახსენეთ, ეს იქნება ტექნიკური სამუშაოებით განპირობებული შეზღუდვები. რა თქმა უნდა, ტექნიკური სამუშაოები და მოხდება რაღაცა გრაფიკის მიხედვით? იცით როგორ არის, ეს არის ჩვენთან დგება შემოდგომა ზამთრის სამუშაოების გეგმა, რაც მოიცავს ეს გეგმა, იმიტომ რომ ყველა სადისტრიბუციო კომპანია ვალდებულია, რომ ესეთი სამუშაოები ჩაატაროს ზაფხულის პერიოდში, რადგანაც ესეთი სამუშაოები ზამთარში შეუძლებელია, რადგანაც ზამთარში იზრდება დატვირთვა და ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ ქსელი უნდა იყოს გამართული და უსაფრთხო. ამის სამუშაოები ყოველთვის ტარდება რამოდენიმე თვით ადრე, არის შედგენილი გეგმა, სამუშაოების გეგმა და გრაფიკები, რომლის შესაბამისადაც ეს უნდა მოხდეს ელექტრომეურნეობის, ეს არის თქვათ ქვესადგურები, სატრანსფორმატორო ჯიხურები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს განიცდის ცვეთას, ამორტიზებას, ესე დეტალურად რო ახსნათ, ამისათვის აუცილებელია ამ სამუშაოების ჩატარება და შეკეთება იმ ქსელის, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაშია და ეს სამუშაოები აუცილებლად უნდა ჩატარდეს რამოდენიმე თვით ადრე და ეს ყოველთვის ხდებოდა და ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ჩვენი ქსელი იყოს უსაფრთხო და გამართული. ბატონო ვალერი, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ეს არ იქნება მასშტაბური გამორთვა, დენი ეტაპობრივად შეზღუდვება რაიონების მიხედვით და რაღაც საათების განმავლობაში. დიახ, როგორც გითხარით, ეს იქნება მხოლოდ ლოკალური ხასიათის ერთ ან ორ ქუჩას რამოდენიმე საათით მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენს გვაქვს საშუალება, რომ სარეზერვო კვება მივაწოდოთ, სარეზერვო ქსელზე გადავთოთ, თქვათ ის დასახლება, სადაც იქნება ჩასატარებელი სამუშაოები, რომელიმე ქვესადგურში ან სატრანსფორმატორო ჯიხურში, აქედან გამომდინარე არ არის მასშტაბური გამორთვების ადგილი არ ექნება, ეს იქნება მხოლოდ ლოკალური, ძალიან მცირე გამორთვები, რომელიც ყოველთვის წარმოებდა ჩვენს ქსელში და ყოველთვის იწარმოებს, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია ესეთი სამუშაოების ჩატარების გარეშე, რომ ჩვენი ქსელი და ასევე ნებისმიერი კომპანია ესეთ სამუშაოებს ატარებს. მე მესმის, რომ ასეთი სამუშაოების თან ახლავს დისკომფორტი, რაც შეიძლება რამოდენიმე საათით მცირე მომხმარებლების მცირე რაოდენობას ელექტროენერგიის შეწყვეტას მოყვეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის განმარტებებს ვაკეთებდით და ეხლაც ვაკეთებთ განმარტებას, რისთვის არის ეს საჭირო, რატომ არის საჭირო და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ინფორმაციას მივაწვით ჩვენს მომხმარებლებს ამ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ და უარყო ყოველგვარი ის აჟიოტაჟი და ინფორმაცია, რომ მასშტაბური და რაღაც ესეთი შეზღუდვები იქნება, არანაირი ესეთ მასშტაბურ შეზღუდვას ადგილი არ ექნება.